მოგესალმებით. მივესალმებით პროექტს ზაფხული და წიგნი. წარმატებას ვუსურვებთ მის მონაწილეს, ყველა ორგანიზატორს, ძალიან კარგი წამოწყებაა. რადგან წიგნის კითხვა ეს არის ის მთავარი, რაც ადამიანის განვითარებას, წინსვლას და კეთილდღეობას უწყობს ხელს. განსაკუთრებით ზაფხული და წიგნი ჩემთვის საცნაურია იმის სახელწოდება, იმიტომ რომ მე ჩემი ერთ-ერთი მთავარი ბავშვობის მოგონება არის ის თუ ზაფხულობით დადადგების დროს დედაჩემი როგორ ვაკითხებდა მე და ჩემი ძმას წიგნებს. თავისთავად ჩვენ თამაში გვინდოდა ვერ ჯდებოდით, მაგრამ მაინც ეს აუცილებელი დრო ეთმობოდა იმას, რომ წიგნი გვეკითხა დღეში დღის რაღაც მონაკვეთში ზაფხულისთვის. ეს ძალიან სასარგებლო იყო. მახსოვს ისიც რომ ბავშვების მამაჩემი როგორ გეუბნებოდა რომ აი ეხლა რასაც წაიკითხავთ ბავშვობის დროს ის დაგრჩებათ, რადგან მომავალში როცა გაიზრდებით და ჩემხელა იქნებით ამ უნდა ხოლმე მე აღარ გექნება წიგნის კითხვის დრო და ეხლა მოასწრეთ. ეს მართლაც ესეა. ბავშვობაში, მოზარდობაში, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში, რასაც შეითვისებს და აიღებს ადამიანი წიგნებიდან ის დარჩება მას როგორც ადამიანს თავის თავში. თქო უნდა მოზრდილებისთვისაც არ არის გვიან წიგნის კითხვა, ამიტომაც ალბათ არ მარტო ბავშვები, ყველანი შემოერთებიან ამ პროექტს ზაფხული და წიგნი. მე მინდა გაჩვენოთ ეს ჩემი ბავშვობის მოგონება ვახსენე, ეს არის ჩემი ორი უსაყვარლესი წიგნი ბავშვობიდან. ეს არის ბურატინოს თავგადასავალი, ეს არის მეორე რა ვნახე. მე ალბათ სადაც 5-6 წლის ვიყავი, როდესაც ამ წიგნებს ვკითხულობდი და დღემდე შენახული მაქვს. ეს წიგნი არის 64 წლის, ეს წიგნი. შენახული მაქვს დღემდე სახში როგორც უძვირფასესი ნივთია, თუნდაც იმიტომ რომ ჩემ ბავშვობის აი მოგონებებთან დაკავშირებული, როცა წიგნის კითხვას ვიწყებდი. რატომ არის საჭირო წიგნის კითხვა? ჩემ აზრს გაგიზიარებთ, ჯერ ერთი იმიტომ რომ აი ამბობდა ერთი დიდი მეცნიერი რომ მე იმიტომ შევძელი ამდენი ჩემს მეცნიერულ აღმოჩენებში რომ მე ბუმბერაზების მხრებზე ვიდექი. აი ამას გულისხმობდა ზუსტად რომ მანამდე მის წინ ვინც იყო ვინც გაიარა ის მის მხრებზე იდგა. ანუ მან მათგან აიღო ის სასარგებლო რაც მას გამოადგა მე თავის მეცნიერულ მუშაობაში. ამიტომაც წიგნებიდან ასე ჩვენ ავიღებს ეს წინ წაგწევს და ბევრად მალე წავალ წინს ჩვენს ცხოვრებაში ვიდრე თავიდან დავსავიწყებთ ყველაფერს. მეორე ის რომ წიგნის კითხვა გვაძლევს ჩვენ საშუალებას რომ გავიგოთ ის თუ როგორ ფიქრობს სხვა ადამიანი. ვიყოთ უფრო ტოლერანტები, ვიყოთ უფრო გამგები, მიმტევებლები, ჩავძდეთ სხვა ადამიანის ბუნებას და ეს როგორც ადამიანს ძალიან დიდ სარგებელს აძლევს. და მესამე, მე სასულიერო პირი ვარ და ჩვენ სულს ვემსახურებთ ადამიანის სულს. მაგრამ ჩვენ ესე გვწამს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პოსტულატი ჩვენ სარწმუნოებაში, რომ ადამიანს აქვს მოაზროვნე და გონისმიერი სული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ადამიანს აქვს მოაზროვნე და გონისმიერი სული. ესეთი სული მისცა ღმერთმა ადამიანს და მოაზროვნე და გონისმიერი ეს არის გაკავშირებული გონებასთან. და არ მოუფიქრებია ჯერ ადამიანს სხვა უკეთესი საშუალება გონების და აზროვნების გასავითარებლად, ვიდრე არის წიგნი და წიგნის კითხვა. ანუ სულიერება პირდაპირ კავშირშია გონიერებასთან და აზროვნებასთან. აი იოანე დამასკელი ამბობს რომ როგორც თვალია სხეულში და სხეულს გზას აჩვენებს თვალი, ორგანო თვალი, ისევე არის სულში გონება. სულიერ ცხოვრებაში სულს გზას უჩვენებს გონება. ამიტომაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გონების განვითარებისთვის სხვა საშუალება უკეთესი ვიდრე წიგნი ადამიანს ჯერ არ მოუფიქრება. ამიტომაც ვეკითხოთ წიგნები. მე მინდა გითხრათ რომ აი მიუნხენში ჩვენ ამ უცხოეთში, უცხოობაში აქაურების დიდი სურვილი იყო და ოცნება რომ ქონოდათ ქართული ბიბლიოთეკა და სულ რამოდენიმე თვეა აი ჩვენი ახალგაზრდების თაოსნობით მიუნხენში შეიქმნა ქართული ბიბლიოთეკა. არა მარტო ქართული, გვაქვს სოფლიო ლიტერატურიდან ქართულ ენაზე წიგნები და ჩვენ ზაფხულში ვკითხულობთ წიგნებს და უერთდებით ამ პროექტს ზაფხული და წიგნი. გვერდმა დალუსოს ყველა წიგნის მკითხველი და ბევრი სარგებელი მოეთანოს თქვენთვის ამ წიგნის კითხვას.